პირიქით, რომ ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ქართველი მწარმოებლების რეალური პრობლემა დღეს რაც გვიდგას, რაც თავის მხრივ ასევე ზეწოლას ახდენს ფასებზე და პირდაპირ ვთქვათ, ეს არის დღეს ჩვენს არსებულ ბაზარზე ქსელების პოლიტიკა, რომელიც განაპირობებს იმას, რომ მწარმოებლებს ან დაუშვათ იმპორტიორების შემთხვევაში იმპორტიორებს და მერე უკვე დისტრიბუტორების გავლით ხდება ქეშბექების, მაღალი ქეშბექების მოთხოვნა. შესაბამისად, ყველა მხარე, ანუ მწარმოებელიც და იმპორტიორიც იძულებულია თავის მხრივ ერთის მხრივ გაზარდოს მაქსიმალურ ზღვრამდე ფასები, რომ დააკმაყოფილოს ქსელების მოთხოვნა და მეორეს მხრივ შეუძლებელია, თქვათ, რაც თავის მხრივ ფასების გაზრდას იწვევს და მეორეს მხრივ თქვათ, ქსელების გამსხვილებამ, როცა თქვენს კარგად იცით, რომ უკვე 90% ბაზრის კონტროლდება დიდი ქსელების მიერ, ანუ დატოტვილია უბნის მაღაზიები და ისინი კარნახობენ პირობებს. შესაბამისად, თუ არ გადავიხდით ამ პირობებს, ფაქტიურად უაპელაციოდ ხდება ქსელიდან, თაროდან მოხსნა, ან საერთოდ არ შეშვება ამ ქსელში. ანუ ეს პრობლემა დაუფიქსირეთ და როგორც თვითონ განაცხადა პრემიერმაც და თქვათ კომისიის წევრებმაც, ამ პრობლემას იცნობენ, საკმაოდ ბევრი მხარე ასახელებს ამ პრობლემას. თუმცა გამოსავალი ის არის, რომ და ჩვენც დავაფიქსირეთ და ალბათ და სავარაუდოდ ისინიც იაზრებენ, რომ აქ არ უნდა შევეხოთ, რა თქმა უნდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპს და მაგრამ მეორეს მხრივ უნდა დავიცვათ ქართული წარმოება. ქართული წარმოება ჩვენ შემთხვევაში მე შემიძლია გესაუბროთ ქართული წარმოების სახელით. ეს ბალანსი როგორ უნდა მოხდეს მაშინ? ან ბევრი საშუალებაა, მათ შორის თქვათ, პირველი იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ სასურსათო უსაფრთხოება არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულება. ანუ ამის გაცხადებით და ყველა მხრიდან აღიარებით შეიძლება შევიმუშაოთ, თქვათ, საფრანგეთის მოდელი, თუნდაც გერმანიის მოდელი, ან ამერიკის მოდელი, სადაც ხდება გარკვეულწილად ადგილობრივი წარმოების დაცვა. იაფი იმპორტის გარდა შევინარჩუნოთ რაღაც სასურსათო უსაფრთხოების გარკვეული დონე. თუ ჩვენ ამ ნაწილში თქვათ სახელმწიფო არ მოგვეხმარება, ესე რომ ვთქვათ, ან არ ჩაერთვება, ფაქტიურად ჩვენი კომპანიის გარდა ბევრი ქართული წარმოება ასევე დაიკეტება და ეს ღირებულებათა ჯაჭვი დაიღება, ან განადგურდება ადგილობრივი წარმოება ისედაც მცირე დაახლოებით 5%-ია ადგილობრივი სასურსათო წარმოება, დანარჩენი იმპორტით კმაყოფილდება ქართული ბაზარი და თუ ამას ჩვენ გავანადგურებთ, შესაბამისად უფრო მეტი ინფლაცია იქნება ქვეყანაში, სავალუტო რისკები გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში ისევ საცალო ფასებს დააწვევა და მომხმარებელს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, რამდენად იცნობს კობახიძე, ანუ რამდენად დაგრჩათ თქვენ ეს ჩაბაჭდილება, რომ იცნობს მაგალითად, თავად ქსელური მარკეტების ხელმძღვანელების პოზიციას, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ სწორედ მათი პირობებია რეალურად, რაც აძვირებს, მათ შორის ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის ფასს, ანუ დახლზე რა ფასიც აქვს პროდუქტს მითითებული, ეს არის კი ბუნებრივია ქსელური მარკეტის მიერ დადგენილი. ხომ თქვენ შეიძლება საერთოდ სხვა ფასით მიიტანეთ ამ ქსელურ მარკეტში, მაგრამ ჩემამდე, როგორც მომხმარებლამდე, ეს საერთოდ სხვა ფასით მოდის. ანუ რა გითხრათ ამ კუთხით, რამე პირობა მიიღეთ, რომ მაგალითად არანაირი პირობა ამ შეხვედრაზე არ დათებულა, ესე რომ ვთქვათ. პირიქით, მე როგორც შტაბ-ეჭვილება დამჭა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, სადაც უნდა მოინახოს დაბალანსებული გამოსავალი. სუფთა საქმის კუთხით რომ მიუდგეთ, თუ ჩვენ გვინდა რეალურად დავარეგულიროთ ფასები, მე არ ვსაუბრობ დრამატულ კლებას, ხო? თქვათ, მინიმუმი შეიძლება მივახციოთ, რომ ფასები აღარ გაიზარდოს, ან გარკვეულწილად რაღაც მინიმალური პროცენტით დაკორექტირდეს. რეალისტები რო ვიყოთ, ხო? შესაბამისად, ყოველწლიური აქვე ობიექტურებით რომ ვიყოთ, ეს ხომ არ ვიცი, ეს მომხმარებლისთვის რამდენად იქნება საგრძნობი, როდესაც რაღაც ამ ხელა პროცესებს ხედავს, ხო ახლა ვინც გვიყურებს, უსმენს მოქალაქეს, რომელსაც აწუხებს მარკეტში შეშლილს ეს მაღალი ფასები და არ ვიცი, კობახიძემ კითხვა, რომ აპრილის ბოლომდე უნდა დავასრულოთ ყველაფერი
პერიოდა არ ვიცი, ანუ აი მაისში და ივნისში რომ შევა მარკეტში და მხოლოდ 5 და 10 თეთრით გაიაფებული პროდუქცია დახვდება, ეს არ არის ხომ საგრძნობი ფასის კლება, იმიტომ რომ აი თქვენვე აღნიშნეთ, რომ ძალიან მცირე რესურსი არსებობს რეალურად ფასის შემცირების, ანუ ეს არ იქნება დრამატულიო. მე გეტყვით მარტივ მაგალითს ციფრებით. 2020 წელს სუპერმარკეტების მარჟა და არაფასნამატი, ანუ მარჟა შეადგენდა დაახლოებით 28%-ს. დღეს ეს მარჟა არის 46%. ანუ საბოლოო ჯამში მომხმარებლის მხრიდან გადახდილი 1 ლარიდან თქვა საცალო ქსელში უკვე 46% რჩება. მოხდა ამის ზრდა რის ხარჯზე, ხომ წარმოებლის მოგების შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, თუ სუპერმარკეტები გააკეთებენ ოპტიმიზაციას თავისი საოპერაციო ხარჯების და თქვათ არ ვიცი როგორ, მაგრამ შეიქმნება რაღაც საკანონმდებლო ჩარჩო და კანონის ფარგლებში და ამ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განისაზღვრება თქვათ რაღაც რეგულაციები, რაც ამ მარჟინალობას დაარეგულირებს, მაგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ეფექტი იქნება მყისიერი, თქვათ შეიძლება მოხდეს ზოგ პროდუქტებზე 10%, ზოგ პროდუქტებზე 15%, ზოგზე უფრო მეტით ფასების რეგულირება და გარდა ამისა, კიდევ დავამატებ, რომ გრძელვადიან პერიოდში, თქვათ ისეთ საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, რომელიც რეალურად იმუშავებს, არ მოხდება ფასების დრამატული ზრდა. სუპერმარკეტები ფართოვდებიან ძალიან დიდი სისწრაფით, ჩვენ რა თქმა უნდა საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, ამ თავისუფალი ბიზნესი და თვითონ უნდა გადაწყვიტონ როგორ განავითარებენ საკუთარ ბიზნესს. თუმცა როცა ვსაუბრობთ რომ გავაიაფოთ, ხო, თქვათ ეს არის გამოცხადებული პოლიტიკა, შესაბამისად მე გეტყვით რომ უკვე მწარმოებელებმაც და დისტრიბუტორებმაც მაქსიმალური ოპტიმიზაცია გავაკეთეთ. იმისათვის რომ უბრალოდ გადავრჩეთ და ვიოპერიროთ და ვაწარმოოთ პროდუქცია, ხო? აქ მთელი რესურსი დღეს ოპტიმიზაციის არის ქსელების ხელში. აი როგორ გააკეთებენ ამას, ეს უკვე თავისუფალი ბიზნესის გადასაწყვეტია და მე რა თქმა უნდა შეიძლება ჩემი აზრები მქონდეს, თუმცა მათ კომპეტენციაში არ ჩავერევ. დაბა ბატონ გიორგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ამ შემთხვევაში, როგორც აი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, აი ზოგადად როგორ აფასებთ ხელისუფლების აი ამ ინიციატივას, აი ამ პროცესს, რასაც ვადევნებთ თვალს, ამ პროცესში მათ შორის სუსის ჩართულობასაც და აი რამდენად არის ეს მესმის რომ ეს მომხმარებელს აწუხებს, ცხადია, იმიტომ რომ ის არის მომხმარებელი და ის იხდის თანხას, ხომ? აი სერვისში იქნება თუ კონკრეტულ პროდუქციაში, მაგრამ აი თქვენთვის კონკრეტულად მწარმოებლებისთვის რამდენად იყო ეს პრობლემა, იცი რას გულისხმობ შემთხვევაში აი თუ შემცირდა ფასები და უშუალოდ უფრო მეტ პროდუქციას გაყიდით, ანუ ეს რამდენად არის ის საკითხი, რაც მაგალითად თქვენ როგორც კონკრეტულად მწარმოებელს ამ შემთხვევაში გაწუხებთ და გეხებათ. ანუ სამართლიანი თამაშის წესები ნიშნავს იმას, რომ მე თქვა საოპერაციო მოგების ნაწილში ქსელს როცა რჩება 46% და მე 2%, ფაქტიურად მე უკვე გაკოტრებული ვარ. შესაბამისად, ისეთი თამაშის წესები უნდა შეიქმნას, რომელიც საშუალებას მოგცემს დავრჩეთ ბაზარზე, თქვა ვაწარმოოთ ქართული ნედლეულობა, აქ შევქმნათ დოვლათი და მათ შორის არ გაედინებოდეს ქართული თქვათ ვალუტა უცხოეთში და ეს უკვე ზეწოლაა და დამატებითი ინფლაციის რისკებია. რაც შეეხება ფორმებს, მე ამაზე ხა რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ეს არის ბიზნესის, თავისუფალი ბიზნესის პრინციპია, სადაც რა თქმა უნდა არსებობს შესაბამისი სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, რომელთანაც კომპანიები აგზავნიან, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ანგარიშებს და ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. შესაბამისად, ხა ფორმებზე შეიძლება ვიდაოთ, რა თქმა უნდა, თუმცა მაგრამ ჩვენ ხო კონკურენციის სააგენტოზე არ ვსაუბრობთ, აქ სუსი ეხმარება მთავრობას, ხომ ამ ამბავში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე ვსაუბრობთ, არ ვიცი, რატომ ღირს კონკრეტული პროდუქტი მარკეტში მაღალი ფასით რატომ იყიდება, ხო? ანუ აი ამ მიმართულებით გეკითხებით.
ჩემი აზრით ეს უბრალოდ იქ თქვათ ფუნქციების განაწილების მომენტია, თქვათ ერთმა სამსახურმა ამოიღო დისტრიბუციებიდან ინფორმაცია, მეორემ თქვათ რიტეილიდან და პროცესს რაც შეეხება მაგას მივესალმები, ფორმებზე შეგვიძლია ვიდაოთ, თუმცა თქვათ ინფორმაციის ამოღების კუთხით თუ არსებობდა რაღაც გარკვეული ეჭვები, არ ვიცი, მაგაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ რა.